ძვირფასო მაყურებლებო, დღეს გადაცემაში სტუმარი არ გვეყოლება, რადგან ყველა რუსთაველზეა, იმიტომ რომ დღეს იქ დგომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქ დგომა დამეთანხმებით ალბათ, ამიტომ გთავაზობთ ჩვენს მიერ შექმნილ ნომრებს, რომლებიც დღემდე აქტუალური არის, ისი ამონი. ის რა იყო შეგაცო? დინარაძემ დილაუთენია რო წამოყარა მთელი ადმინისტრაციული რესურსი და გამოაქანა თბილისში, ჰა? ხო. როცა ოპოზიცია შემომიტევს, ასე ჩამოყავს ხალხისო. დილაუთენია თუ არა აყენე და ჩამოიყვანე გამოფხიზლებამდე. პირის დაბანა თუ მოგასწრო, და შეხედა ქვეყანაზე რა ხდება. ვინ ჩამოვა მერე? დამით საქმეც დაზარალდება. საქმე თქვა რომ ამბობ, ხალხს ვიქრობ და მათ კეთილდღეობაზე ვზრუნავ. და ვინც თქვენ წინააღმდეგ წავიდა და სამსახურში პრობლემები შეექმნა, ეგეც ხალხს ეზრუნვა, ხო? აბა რა ვაგონია შენ? კაცი რომ შიშ და მოკრძალებას დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ. არიცი ზოგიერთმა რა თქვა ჩემზე? არქიფო, სწორედ იმდენ ხელფას გვაძლევს, შემშილით რომ არ დავიხოცოდო. დიდ ხელფას და კარგ ცხოვრებას მოაქვს ევროპისკენ სწრაფვა და უსნეობა. თქვათ და მივეცი ხალხს მაღალი ხელფასი. უფრო მეტი მოუნდება მერე და რომ აღარ ექნება, აი მაშინ გაუბედურდება. ჩამოვა მერე თბილისში და ჩემს საწინააღმდეგო აქციებს მოაწყობს. რა გამოდის ახლა აქედან? ხალხისთვის კარგი თუ გინდა, არ უნდა დაასაქმო და სოციალურ დახმარებაზე უნდა აცხოვრო. რატომ არის ხალხი ჩემზე გაბრაზებული? კარტოფილი და ხახვი დაურიგე 5 კილო წინარჩევნებზე. წაიღო სახლში, ზოგი შეწვა, ზოგი მოხარშა, კარგად გამოძღა, გამოიხედა თვალებში, გაუნათ და გონება და მაგიტომ არის დაბრაზებული. ერთი კილო ხახვი უნდა მიმეცა და დაბრაზდებოდა. რომ ამოეწვებოდა კუჭი, მაშინ მიხვდებოდა თავის შეცდომას და სხვებისთვისაც მაგალითი იქნებოდა. სწორ დროს სწორი სვლა ჩემზე კარგად არავის არ შეუძლია. ხალხზე თუ არ ვიზრუნებ და მათ კეთილდღეობაზე არ ვიფიქრე, აღარ ისთვის ვარმე. ხალხს თუ უთხარი თავისუფალი ხარო, რას გეტყვის თუ იცი შენ? თავისუფალი თუ არ, მაშინ არ წამოვალ აქციებზეო. ადმინისტრაციული რესურსი ხარ თუ უნდა უთხრა და მორჩილად გამოყვება სადაც გინდა. ხონდ პირდაპირ კი არ უნდა უთხრა. შეფარვით, გარაგმით. პრემიერ ვასინეთა, შემოდი ახლავე ტკიპასავით რომ იკვრი ხარმაკარებს. დამითვალე და ჩამომიანგარიშე, ხო ნათქვამი? იცოდე, ჩემს გარეში არაფერი გამედო, თორე ნაობახჩი გიკავ თავს. რატომ ისმენდი? თქვენ არ გისმენდით, იმას უსმენდით. ამის ნათქვამს მე შენზე ნაკლებად გავიგონებდი, თუ რა? იგეიგონებდით, მამა და მარჩენა რო გეიგონებდით, აბარა სიზაბდით. ბარა ორი კაცი რო გეიგონებს და ვიხდება, ერთი კაცი გეიგონებს და ვიხდება ამას. აბა, კაი. მიბატიებია. წადი ახლა ბრიუსელში და შარმიშელს შეაპარე ლაპარაკში საქართველოში ევროპული მომავალი იმიტომ დასაჯეს თქვა ევროპელების ჩემ დასაქცირებაზე ნალაპარაკები არქიფოსთან ნიუტანია ოპოზიციას თქვა და თუ შარმიშელი არ დაგვწა სახლში შეიარე ოპოზიციასთან და შეაპარე ოპოზიციონერების ნალაპარაკები არქივოსთან
ევროპელებს მიუტანია თქვა. ვერ გეიგე ხო? უკუღმა ასინეთა ეს, უკუღმა. წადი ახლა. ასინეთა რომ გავაგზავნი ახლა ტყუილების სათქმელად. ხომ ასე გამოვიდა? მაგრამ სინამდვილეში ღვთისმიერ საქმეს ვაკეთებ. ოპოზიციას და ევროპას ნდობა აღარ ეკნებათ ერთმანეთთან. მოერიდებიან ერთმანეთთან პირის შეკვრას და ვეღარ გამოუკითხებენ. ბრალი ჩემი რომ ასეთი ტრიუკების კეთება მიხდება და გაწამებული ვარ. მაგრამ ხალხისათვის სიკეთის კეთება ძნელია. შენ თვითონ თუ არ დაისაჯე და დაიჩაგრე. ასია ეს. სიზმრად ნახე ახლა ჩემი ქვეყანა მოგიყვებით რამბები ხდებოდა ყველა სახეზე ღიმილი ეფარა ხალხის გული სიყვარულით თბებოდა ახალგაზრდა მოხუცი თუ პატარა ბედნიერი ცხოვრებისგან ტკბებოდა რანინა რანინა მოყვარე ქართული ღვინით თვრებოდა ჩვენი მტერი ფოღმით გულზე სკდებოდა ევროპასთან ღიათ იყო კარები ხელფასებად ევროები ცვიოდა არვის ქონდა გაქცევაზე თვალები ხალხი პირიქით აქეთ მოდიოდა უკვე მშრომელ კაცს კი აღარ შიოდა ბევრი ფული ხელში ამოდიოდა რანინა არვინ არაფერზე აღარ ჩიოდა სიმდიდრე დუღდა და გადმოდიოდა ბიუჯეტი უსაშველოდ გაზრდილი ჩინოვნიკის მუცელი კი პატარა ქვეყნის სამსახურში იყო დაღლილი რადგან მთელი დღე ხალხთან გაატარა სიკეთისგან ჯიბე ქონდა დაცლილი ქართველების გულები გაახარა რანინა ცუდ საქმეში აღარ იყო გასვრილი ყველა ცუდი სულეშმაკს გაატანა რა მოხდება ცხადშიც ასე ვიცხოვროთ აღარ გვინდა ერთმანეთის ჭამასმა ყველამ ჩვენში კარგი მხარე ვიპოვოთ დამწარედლან ზღვა შეცვალოს კამათმა წყენა ბრაზი გულიდან მოვიშოროთ ერთად შეგვიძლია წელში გამართვა რანინა ახლა ყველას უნდა დაგემშვიდობოთ უცებ ძილმა თავი ისე წამართვა ბედნიერ სამშობლოში რომ ვიცხოვრო სიზმრის გარდა ახლა შანსი არ მაქვს სხვა
მოყვა ბატონო ზვიად რა უკაცრავად გეხვეწა ხელი მეტკინა რა საკეთებ ბატონო ზვიად შეკითხვა მაქვს თუ ხელი მეტკინა რა გჭირთ რა თითი მომყვა აუ ერთ შეკითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება ბატონო ზვიად გეხვეწებით გითხარით დღევანდელი დღის ბრძანება რა გაქვთ სპეცრაზმელებს დღესაც უნდა დაშალოთ ახალგაზრდები არაფერი არ უნდა დავშალო და აი რა ხელი მეტკინა რა გჭირთ ვერ გავიგე გამეცით პასუხი თუ შეიძლება რა ბატონო ზვიად ხელი მატკინა თითი მომყვა ბატონო ზვიად ერთი წუთით ბატონო ზვიად ვინ მოგცათ უფლება რომ დაგერბია ჩვიდობიანი მომიტინგეები თვითონ მე თვითონ და ერთი წუთით თქვენ გაქვთ მე ამის უფლება მე უფლება მოსილას მეძახნე ბავშვობაში გაძიერა აი მე თითი მომყვა ბატონო ზვიად რა ხდება ხელი მეტკინა რა და უკაცრავად თქვენ ნასვამი ხო არ ხართ ან სხვა რამე რა სხვა რამე ეხლა რას გადრულობ შენ უკაცრავად ხელი მეტკინა რა გჭირს მომამტორია ხელი რა მაშინ უკაცრავად უბრალოდ ნასვამი ხომ არ ხართ არანაირი ნასვანი არა ვარ უბრალოდ დაღლილი ვარ რა ხიზელი ვარ სრულიად რა აი მე ბატონო ზვიად ხელი აღარ მაქვს უკვე რა გჭირთ ვერ გავიგე და რა მაინტერესებს ბატონო ზვიად თქვენ სპეციალიზმებს ნიღბები რატო უკეთიათ უკაცრავად ვირუსის ეშინიათ თუ მომავალი ხელისუფლების ხელისუფლების ვირუსის ეშინიათ რა გაი რა ეხლა გაძიერა რა გჭირთ ვერ გავიგე როგორ იქცევით კაცო არ არის მე მგონის ნორმალური საქციელი და ბატონო ზვიად თქვენ ხარებას რატო გეძახიან გოგიას მაღაცი ვარ და მაგიტო გავიში რა შემესელი ვინა აუ ძალიან მეტკინა რა თითი მომაყოლეთ ბატონო ზვიად დამიჟირე ბატონო ზვიად ერთი წუთი გეხვეწებ რა შემეჟირე აი ვენ რანაირად იქცევა რა ხელი აღარა მაქვს უკვე აუ ხო ვერ მოვიშორე ეს თო შემეშვი რა გჭირთ ვერ გავიგე ძალიან მეტკინა ეს ხელი იცით ძალიან ბევრჯერ მომაყოლეთ ანა შევჭამ რა მოდი ნახევარს გაგიღობ შენ რა აი მირთვი რა და აბა მაგრა რა ბატონო ზვიად რა უნდა გითხოთ უკაცრავად ბატონო ერთი წუთი რა უნდა გითხოთ ბატონო ხარებ უბრალოდ ბატონო ზვიად თქვენ ხომ ხარაზიშვილი ხართ და რატომ შეგერქოთ ხარება და არა ხარაზა მე რა ვიცი აგერ ძღოლს კითხეთ კაცო აუ მაგრამ ძღოლი მე ვარ თუ წავედი რა შემეშვი რა არ შეიძლება აი მე რას შვებით ვერ გავიგე ერთი წუთი დამასმევინეთ რა შეკითხვა ეხა რას აპირებთ რა გეგმა გაქვთ არაფერი გეგმა არა მაქვს ეირნობ რა შენთვის რა გამოდი ცივი ჰაერი ჩავყლაბე რა ბატონო ზვიად თქვენ ხომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამსახურის უფროსი ხართ ვინა ვარ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამსახურის უფროსი აუ ჯიგარი ხარ ხო იმ დღეს ვიხსენებდი ჩემს სამსახურს ვერაფრით ვერ გავიხსენე ჩემი აუ როგორ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ეგ არის ჯიგარი აუ შენ მაგარი გოგო ხარ მოდი მაშინ რა ერთი დავლიოთ რა გეხვეწები უარი არ მითხრა რა აგერ ძალიან მაგარი ჭაჭა მაქვს ძალიან მაგარი და დამილიე რა მაგრამ მეორე ჭიქა მოიცა ერთი წუთი რა აგერ ამაში დაგისხავ რა და აგერ დამილიე რა შენი ჭირი რა დაგვიმარჯოს მოდი ბილმოგონებებს გაუმარჯოს და რა ვიცი აუ ჩემ მაგარი ზუსმიაკი მაგრად ვიყოთ რა მოაჯახუნე რა მაგრამ ბატონო ზვიად უკაცრავად ერთი წუთი აი გამიშვი რა ბატონო ზვიად მე ძალიან მეტკინა რა შვები ვერ გავიგე რა ხელი მომაყოლე უკვე მე ასედე და მომტყდა რა გამიშვი რა ჩააყოლე მოდი რა ბარემ რა აი ეს ჩააყოლე მიდი რა მიდი რა ეს პეზრაზმელების პაიოკი შენ ჯიგარო ჩააყოლე რა მიდი რა ჩვენი პაიოკია რა მიდი მოიტეხე არის და ჯიგარო აი ავედი რა მოდი ბატონო ზვიად უკაცრავად ერთი წუთი ბატონო ზვიად უკაცრავად ერთი წუთი მე რა შვება აი მომანტურია ხელი რა ვიღაცა თქვენიანს მოყვა და მიეცით რა მართლა აი ეს თქვენიანის არის და მიეცით რა გამაგარი რა საკეთ ბატონო ზვიად ერთი წამი მომისი ბატონო ზვიად ერთი წუთი რა საკეთებ ბატონო ზვიად უკაცრავად აი ის დავალებებს ასრულებ რომ მიხარ გათენდა ცეცხლის მზე აენთო აცურდა დროშები ჩქარა ხელისუფლება ძალიან გაცრუვდა და ნამდვილი სახე უკვე ვერ დამალა
მივხედოთ ჩქარა თუგი ამ მთავრობამ ხმები მოიპარა არ ღირს გაჩუმება არა და არა გამოდით ხმა მოიღეთ დუმილი კმარა ხალხი დაგავიწყდათ მხოლოდ ერთ კაცს ეტრფით ირგვლივ ჩაიხუთა უკვე მაგრად დაცხა ისე ვერ ხვდებით და იმერულად გეტყვით დაიკარგეთ საცხა ამდენი ხანია მარტო რომ დიდრდებით ხალხს სულ აღარ შერჩა სიცოცხლისთვის ზალა ცარიელი ჯიბით ასე ვერ ვიქნებით გროშები იკმარა ნელ-ნელა დღითი დღე გონებას გვირევდით სულ გამოგვაცალეთ ხალხს მუხლებში ძალა როდესაც მოხვედით სიმინდს დაგვპირდით და გვაჭამეთ ჩალა ხალხი ქუჩებშია მრავლად გამოსული რადგან ბატონის წინ თავი არ დახარა 12 წელია ბევრი ოცნება აკმარა ხვალ ქვეყნის მომავალს ჩვენ გავაფერადებთ ნაცრისფერ ფერებში ცხოვრებამ დაგვღალა გვინდა რომ ბედნიერ სახევს ვხედავდეთ ევროპა ჩქარა ილიას სიტყვებს მიაღარ ვეთანხმები რადგან გავიღვიძეთ მტერმა ვერ გავთვალა სტრასბურგში დაკიდეთ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშები ჩქარა ცუდი რეალობის მოწმედი გავხდებით თუ არ შეიძლება ამ ქვეყნისთვის რამე ყველა გაიქცევა და მარტო დავრჩებით ყლავ მედაღამე ჯვარს აღარ დაიწერ სიმღავეს მერი აღარა ენთება ხვალთაწმიდის მთვარე თუ არ გამოვხიზლდით მარე ჩვენ ვიქნებით ქვეყნის მესაფლავე ჩემი სამშობლოსთვის სულ მუდამ მეჭირა კალამი מחვილა და რითმები ფარად რომ თავისუფალი საქართველოს მიწა მეყაროს მარად მოდით ერთად დავდგეთ მამულის გულისთვის ცალ-ცალკე თავის მართლება კმარა ყველამ ვაფრიალოთ ქართულ ევროპული დროშები ჩქარა ისევ ავდარია, ისევ ქარია, სიცოცხლე თვალებში, არ გვინდა ღამეში, ზარზულზე ფიქრებით, წინ ვეღარ ვიქნებით, დრო არის მორალის, დრო არის მომავლის, ევროპის სურვილი და ჩვენი წყურვილი, ნანადრი უფლება, თავისუფლება. შენ გამიმარჯოს, მეც გამიმარჯოს, ყველას ერთად გამიმარჯოს. ევროპულზე საქართველოსთვის, ვინც სიმართლით გაისარგოს. შენ გამიმარჯოს, მეც გამიმარჯოს, მთელ ქვეყანას გაუმარჯოს. ყველა ქართველი მამულისათვის, მოლოქეუნა გაისარგოს. შეგრული, ხიჟინი მხედრული და ახალგაზრდული ანთებული გული ერთი იმარჯვებს, მადლობა წინამრებს, დიდება გმირებს, მამული შვილებს, ბრძოლა გრძელდება, სანამ გათენდება, ჩვენ გვინდა უფლება, თავისუფლება. შენ გამიმარჯოს, მეც გამიმარჯოს, ყველას ერთად გამიმარჯოს. ევროპულზე საქართველოსთვის, ვინც სიმართლით გაისარგოს. შენ გამიმარჯოს, მეც გამიმარჯოს, მთელ ქვეყანას გაუმარჯოს.
სამხარჯო